არ მინდა ბატონ ზელენსკის უპასუხო, რადგან ის არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ უკრაინის მთავრობა უმაღლეს დონეზე მოითხოვდა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას. მაგალითად, შემიძლია შეგახსენოთ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ზელენსკის მთავარი მრჩევლის და სხვა მრავალი პირის განცხადებები. ისინი ძალიან ნათლად მოითხოვდნენ ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას და ჩვენ უარი ვთქვით. ბოლო 35 წლის განმავლობაში ჩვენ 4 სხვადასხვა ომი გადავიტანეთ. გვინდა მშვიდობის შენარჩუნება და ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე, რომელსაც სურს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ვფიქრობ, უკრაინაში ამ ომის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელი იყო. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ნათელი იყო, რომ სამხედრო დაპირისპირება დაიწყებოდა. პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებდით გაეკეთებინათ ყველაფერი ომის თავიდან ასარიდებლად, რაც სავსებით შესაძლებელი იყო 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში. ყველა მიცოდა, რომ ომი ესესაა დაიწყებოდა, თუმცა არავინ არც კი ცდილობდა მის თავიდან არიდებას. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ მოხდებოდა და მე სრულად ვეთანხმები ამას. რა თქმა უნდა, ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული და ბოლოს ხედავთ, რომ ქვეყანა ძალიან კარგი ქვეყანა, მეგობრული ქვეყანა, უკრაინა ახლა განადგურებულია. მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის შეერთებული შტატების ომი, მაგრამ ეს არის მარიონეტული ომი დასავლურ საზოგადოებასა და რუსეთს შორის. ამიტომ მე უბრალოდ ვიმეორებ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის სიტყვებს.